ეს ნიკუშაყალი ჩავა რა ვერ დაიღალა. ტიპი 9 წელია ვიდეოებს რა არ მობეზდა ხო? ამას რა გაყურებია? აბა როგორ ახართ ბიჭებო? კარგად, შე როგორ ბრძანდები? რა ვიცი, ბრძანებამდე ცოტა გვიკლია, მაგრამ ხო. ბრძანების რა გითხრათ? მაგრამ კი, ელექტრომანქანაში რა ბრძანდები? ხო, მე მგონი ასაკობრივი და მაგიტომ არა. ხო, შე რამდენი ხარ? 20? აბა, ფრთხილად ცოტა. არ ვარ მზად რომ აუდიტორიას ჩემი ასაკი 33-ის. 33? ეგ ის ასაკია, ხო? განსხვავება რამდენია თქვენთან? მე გიოზე უფროსი ვარ, 34-ის ვარ. არა, პაუზა იყო. კარგი, თქვენ რამდენის ხართ? აბა თუ ასაკები დავიწყეთ ეს გაცნობა გამოგები. 4 და დათუნა 13. დათუნა, დღეს ვნახე პირველად იმ ყველაფრის მერე. 3 წლის შემდეგ. 3 წლის კი არა, 4 წლის წინ გადავიღეთ ბოლო ვიდეო ჩვენს ოფისში რო იყო მოსული და რადევს ყუთში გადავიღეთ ბოლოს ერთად, სადაც დათუნა იყო 10 წლის და იმის მერე ეხლა წარმოიდგინეთ რა განსხვავებულია. ანუ მე შოკი მქონდა პირველად რო დავინახე და დაგვიკასდა. მეც იმას ნიკას რო ველაპარაკე, აი დათუნაც მეთქი შენ და დათუნა რო წამოხვიდეთ და აი რომ მივდივარ, აი ვაპირებ რომ მოვეფერო ბავშვს და წინაზე ლოყეზე შეგინაცვალე რა საყარელი ხარ და რო გამოვედი ზემოდან დამხედა და მეთქი გამარჯობა, მოგესალმებით. ესეთი შემოთავაზება მაქვს რა. პირველი შევიდეთ მაკდონალდსში, მერე შევიდეთ ვენდიში და მერე წავიდეთ პირდაპირ ამაიში. ჩარტი. ჩვენ კი შევთანხმდით და სტუმრებს ვკითხოთ. დათუნა დარჩა. დათუნა ისე დარჩა. ეხლა ჩვენ კი ავარჩიეთ ეს ფასტ-ფუდების რესტორანი, ნუ ერთ-ერთი არის მაკდონალდსი, რომელიც მე ძალიან მიყვარს. Guilty pleasure არის შემიძლია ვთქვა. ეხლა მაინტერესებს ბიჭებზე, თქვენ რა გიყვართ ყველაზე ძალიან? ტოპ-2 არის ალბათ KFC მაკი. KFC-ა პირველი და McDonald's-ი მეორე, თუ ერთად თანაბრად. დათუნა შენ? ნუ უფრო მაკი ალბათ ცოტა მე. KFC მეც რა. ვენდისი მეც ერთად დადიან, მაგიტომაც უყვარს. ვენდისი ცოტა ისეთია, ხო, რაღაც სპეციფიური გემოვნება სჭირდება მგონია. საუსზე უნდა შეიარო. მარტო. დათუნა შენ რა შეჭამ ყველაზე მეტად ანუ ფასტ-ფუდებიდან? მაგში უჭამ ხოლმე აუ, სუბიგ. McDonald's-ზე რა გადაგრიათ ეს ასაკის თქვენი ასაკის ხალხი. იოანეც ეხლა ამის ასაკის არა დიდია, მაგრამ აი McDonald's-ი. ერთხელ 10 წუთი მეჯდა მანქანაში 20 ჯერ ახსენა McDonald's. მეთქი, კაი, ბიჭო, ჭამა რა არის, ზოგადად მეთქი. რა ხდება YouTube-ში ნიგური? YouTube-ში, რა ვიცი, მინდის ძველებურად. შენ დაიწყე YouTuber-ობა 2015-16 წელს, ხო? და 16-ში. მე 18-ის ბოლოსკენ გამოვხიზლდი დაახლოებით და ახსოვს ჩვენი შეხვედრა. ერთ-ერთი პირველი ვინც იყო, ვისაც შევეხმიანე ამ კუთხით, რომ YouTube-ზე რო შევედი და ნახე რაღაცები, იყო ნიკა, მივწერე მეილზე მე მგონი რა. ალბათ სხვაგანაც მივწერე და არ მიპასუხებდა, ამ ახსოვს ეხლა ზუსტად. მე მეილი მახსოვს. არა, მეილზე მივწერე და მომწერა, მაშინ სხვა დრო იყო. ბავშვებო და არა მარტო ბავშვებო და ხო მომწერა ნიკამ შევხმიანდით და მახსოვს პირველი ვიდეო კოლაბორაციის ამბავში მახსოვს პირველად გადავიღეთ მე შენ და კრიპექსამ გიგიმ Creeper World-ი არ ეწერა თუ რა ეწერა? კრიპექს არა კრიპექსი არ ეწერა Creeper World-ი ეწერა თუ რა აუ ასე რომ შევდივარ McDonald's-ში კაი გავალის ხო და გადავიღეთ ტრაქსასით და რაღაც თამაშოებით გავერთეთ მოკლედ და ეს იყო ჩვენი პირველი კოლაბორაცია რა შეიცვალა მაგის მერე YouTube-ზე ნიკა რა შენ და როგორი თუ წარმოიდგენდი რომ აი ამ დონეზე მივიდო და ან ქართული YouTube და ან ჩვენ კრეატორები ამდენი გამომწერი თუ გეყოლებოდა მაგდენ ანუ თავიდან რომ დავიწყე ვაფშე ესეთი რამე წარმოდგენაში არ მქონია პროსტა გასართობად დავიწყე და მე უკვე ნენელა ისე წავიდა რომ დღეს ესეთი რეალობა გვაქვს დასწრებული ხო ვეღარ ჩერდები მეც რავი შენ ეგრე არ ხარ ისე არ ქონია ეგრე როცა აი мотиваცია უკვე აღარ გაქვს რომ გააგრძელო რაღაც ჩავარდნები გაქვს მაგას რო არ ვაკეთებ მე რაღაცა ხო აი დეპრესია და ის თავს გზნობ დამნაშავე ეგრე ვარ რა ვიდეო მაგ დასადები აი იღვიზებ და ვიდეო გაკ დასადები და ეგრეც არის ხა როცა ამდენი 100,000 ადამიანი გაფოლოებს თუ გასაბსკრაიბებს და ელოდება შენგან კონტენტს უნდა ეგრეც უნდა გზნობდე მაგას რო აგზნობ ალბათ ისა ხარებია ყოფილი იუთუბერი უკვე ეგრე მგონია რა ისა შენი მშობლები წინააღმდეგები ხო და არის ხნენ წინააღმდეგები არა პირიქით რა ნენელა ეხა რომ დაინახეს ეხა მოდიში რა არა ჩვენ ვიძახით სუსუკი 1 მილიონი გამოვწერდა მაგას სანამ დავიწყებდი ეხა YouTube-ს სანამ დავიწყებდი მანამდე ისეთ რაღაცას ვაკეთებდი რომ გამომყავდა მოკლედ რა უნდა გამოიყვანო ეხა ტრენდი უნდა ეგრე ვიყავი რა მეს თუ ვიწყებდი უნდა გამოვიყვანო და იმას ვცდილობდი დაკომპენსირებას აი მაგალითად
კომპიუტერთან დიდხანს ვეიჯექი თუ გეუბნებოდნენ რომ აი ისწავლე ხა კი, მაგას მეუბნებოდნენ, მაგრამ სწავლასაც ვხედავდი რაღაცა, არ ვაგდებდი რა. შენა და ნიკუშ რაშვები მანქანაზე შენ BMW ყავდა? ხო, BMW F30 მყავდა 2 რიგრიგობით და 2 მასეონა, მაგრამ მაინც ბოლოს მომბეზდა 2-0 და ეხლა მინდა 3-0 twin turbo. ანუ აპირებ ყიდვას, რომელიც 435 ვფიქრობ. ოჰო. პირველად ვიღებთ ვუკვეთავთ სხვისი გემოვნებითის ფარგლებში ამ მანქანით, ელექტრომანქანით. ნიკა რომ მოვიდა გითხრა რამდენიაო ძრავიო, მეთი 100 კილოვატი ძმაო. არ ვიცი ძმაო, მანქანები ჯერ ნინილო ვერ ყვევი. არა, ეხა ისეთი მანქანა არის, რომ საქართველოში არ არის ბევრი და პლუს არსად არ აწერია ეხა დიდად ელექტრიკ რა და ეს იზომება კილომეტრაჟით. კილომეტრაჟებით და კილოვატებით. 450 დაახლოებით კილომეტრი. ხო, მოკლედ ვართ Mustang Mach-E GT-ში, მაქსიმალური კომპლექტაცია, ესე ვთქვათ, Mach-E-ის, მაგით ეგ მეამაყება, იმიტომ რომ ისეთ ამ ბევრი არის საქართველოში და ამერიკაში ძალიან. ხო და პირველად იქნება მე მგონი ჩვენი ამ ეპიზოდების ფარგლებში რომ ხმა იქნება წესით უნდა იყოს კარგი. იმიტომ რომ ძრავის ხმა არ უნდა იყოს და ესე ჩუმად დავსისინებთ მოკლედ. რომ გიორგი მაინც იმით ამაყობს რომ ძრავის ხმათ მოგენატრება, შეგიძლია ხელოვნურად ხო, ჩარქო. შემიძლია ჩარქო ფუნქციურად, აი ნახე. მე რო გავიეთ 360 კამერა მოვხსნათ და რო გავალთ 13 ტრასაზე, ჩართოთ. ეს არის ხა ყველაზე მასე whisper mode-ზე მიყენია და unbridled-ზე რო გადართავ, მანქანაც მაგარი ხისტი ხდება, სპორტულ mode-ია რა და აი ეს არ პროპორციულად კომიზოსაც აქ ხმა თუ მარტო გაზ? არა, რო ვაჭრე, აი რა მოგუდული ისაა რა ხმა, განახებ მაგას. ესე იგი მანქანა არ ყავს ეხა? ჯერ. ეხა რა. ხო, ჩვენ ზამთარი მოგვიახლოვდა. რას? ტაქსისტებს ცოტას უსმენ ხოლმე. ოკეი, უსმენ, კარგია. ახალ ამბებს მოგასმენდნენ ხოლმე. მე ტაქსისტებს არა, მაგრამ ჩემს მანქანას უსმენ და ზამთრისთვის უნდა მომამზადო მანქანა და არ ვიცი იცით თუ არა რეგულაციებით შემოვიდა. მოკლედ, საბურავი, აკუმულატორი, ანტიფრიზი და ასე შემდეგ ჭირდება ყველა მანქანას, როდესაც ზამთარი გვიახლოვდება. შენ არ ვიცი ზამთრის საბურავებთან როგორ ხარ, მაგრამ მე არ მაქვს ახლა მანქანაზე, მალე ვაპირებ და ვინც აპირებთ კიდე ზამთრისთვის მანქანის მომზადებას, თქვენთვის ერთი საინტერესო ამბავი მაქვს. მაგრამ ამისთვის თეგეტაში უნდა გადავირბინოთ და მოგიყვებით. სანამ ნიკასთან და დათუნასთან გავაგრძელებთ, კი, ჩემი მანქანის ქვეშ ვარ და თეგეტაში ვარ ზამთრისთვის მოსამზადებლად, იდეალური დროა. ნუ რა გჭირდება ზამთრისთვის? ყველაზე მნიშვნელოვანია შევამოწმოთ სითხეები, ანტიფრიზი, საქარე მინი სითხე. რა თქმა უნდა, გადამოწმება არც აკუმულატორს და სავალ ნაწილებს აწყენს, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანია ზამთრის საბურავები, რომლის გარეშეც ახალი რეგულაციების თანახმად მაღალმთიან რეგიონებში ვერ გადაადგილდებით და ვინც შემსავით მოგზაურობის თავგადასავლების ან სრიალის მოყვარული ხართ, განსაკუთრებით გამიგებთ ამაში. ეხლა კი დავბრუნდეთ, იქნება მიგვირთვათ ამ. მოვიდით McDonald's-თან, შევუკვეთოთ სხვისი გემოვნებით. ისე ვუკეთავთ სხვისი გემოვნებით. აი, დათუნა ჭამს ყველს და პომიდორს და კიდე რას? ანუ არანაირ ყველს არ ჭამს. მაგიტომაც უყვარს KFC. ნახოთ, ეხლა წინა მანქანა შევუკვეთავს. მოვიდით McDonald's-თან და აქედან გავაგრძელებთ უფრო საინტერესო თემებზე საუბარს. უბრალოდ აქამდე შეგახსენებთ, რომ ძალიან დიდი ხანია არ გადაგვიღია, ვაპირებთ, რომ უფრო ხშირად გადავიღოთ ხოლმე. შეძლებს და გვარად, იმიტომ რომ რაღაცა პოდკასტებით ჩამოგვიყალიბდა ეს ფორმატი, ძალიან მიყვარს. ნახე, ახლა ფურგონია, იქნებ ერთი 5 კაცი სულს უი. არიქა, ვიტო აყენია მეგობრებო Mercedes-ი და ეხა ერთი 500 ლარს რაღაცას რო უკეთავდნენ რა. და მე რო თავბეც ვიწყევლი. გამარჯობა. გამარჯობა, რას მერწმენთ? სუსტად იგივეს, რაც წინა მანქანამ შეუკვეთა, ოღონდ არ მითხრათ რა შეუკვეთა. კი ბატონო, მოგზავნით. გამარჯობა, არ მითხრათ რამდენია გადავიხდი უბრალოდ. 23 და 85. ჩვენ მას ვერ უზამ ვერაფერს. აი შეგვიძლია არ გაიმეოროთ, მეთქი რегі კითხეთ მეგონა და მადლობა, ამ ჩეკს არ დავხედოთ. თქვენ განახეთ, მოდი მე არ ვიცი. მადლობა, წარმატებები. ფასი ამ 385. ძალიან კარგი. მაგარი მიმი გამო მეგობრებო, ედითოს ველოდებით, რამე კარგი იქნება. გამარჯობა. მადლობა ძალიან დიდი. არც ისე პატარაა, მაგრამ აი უყველო არის თუ არა ნახდარ ვერ ხვდები დათუნე ხა ამასე. ოპა, აბა მიდი ნახეთ. ამოყარეთ იქ შუაში. გადმოწიეთ თუ გინდა ის უკნიდან. კამერაშიც გამოჩნდება რა შეუკვეთეს და მე რა ჩამოვიდა ისიც საინტერესოა. აუ, დათუნა, შენ რო არ შეჭამე ეგ. ესო ყველით არის. გახსენით, ამოდი ყველით არის. სამაგიერო. აბა რა გეჭმება დათუნ? ნაგეცები ექსიალი. გავარტეთ, პირველივე კარგად დაიწყო. ამასობაში მზეც გამოვიდა მეგობრებო და McDonald's-იც გავიარე. აბა ნაგეცები. ნაგეცები? რატომაც არა. გამომოდა. თანი. აი არა, ბურგერის ჭამ. ბურგერი მოვედი მითხარო, აი ნაგეცი. ვერავინ ჩანაცვლებს. ნაგეცი მე მგონია რომ McDonald's-თან ყველაზე კაი. მე მგონია რომ არა, ყველაზე კაი არის. არა, ქათამში KFC პირველია. KFC არის პირველი ნებისმიერ ქათამში. ვის უყურებ ნიკუში YouTube-ში? ქართულში და საზღვარგარეთ. ძალიან საინტერესოა ჩვენი გამოწერებისთვის.
ალბათ ჩემებისთვისაც რა კი აგზივარ. აკოს უყურებ ხოლმე, ჰანგრიმენებსაც უყურებ ხოლმე, რაღაც ისეთ ვიდეოებს დებენ, რომ ეხლა საყურებელია რა, ანუ საინტერესოც არის. დიდ რესურსები. კი, ეხლა რატიმ დადო კიდე ძალიან მაგარი, რატისაც უყურებ ხოლმე. რატიმ დადო, მან შენ თან იყავი? ხო, მან მე შეყავ. მე კი რატიმ დადო ეს ვიდეო და მაგას ვუყურეო. საინტერესო, კი ვიყავ. არა, ეხლა რატიმ დადო? ეს ვიდეო ძალიან კარგი იყო, რატის ესპესკი. ქართულ YouTube-ში ვარ ყოფილა ეგეთი რაღაცა. ძალიან მასშტაბური, ძალიან დიდი შრომა ჩადო რატიმ მაგაში. ალბათ ძალიან დიდი ადამიანური რესურსის, ფინანსური რესურსის და ასე შემდეგ. წრიდან გამოსვლაზეა საუბარი. და მე გამახსენდა ჩვენი ვიდეო, რამდენიმე წლის წინ გავაკეთეთ, ჩვენ სტრიმი გავაკეთეთ მაშინ თუ გახსოვს, წლიდან გამოსვლაზე იყო. მე ვიყავი, ხო. ნიკა იყოთი იყო, ოღონდ იყო 24 საათამდე გაგრძელდა, თუ არ ვცდები, 20 საათი გაგრძელდა სტრიმი. დაახლოებით ანუ 20 საათი არ გამოვიდა. რატის როგორც ვიცი, ბევრი ხანი იღებდა, უბრალოდ რატის ალბათ ქათებიც ექნებოდა. ჩვენი იყო სტრიმი და ცოტა სხვა ფორმატი, მაგრამ დაახლოებით ეგ ამბავი იყო რა და ძალიან გაასწორა, რომ რატიმ ესეთი მასშტაბის და სხვა შორის ხარისხის ვიდეოც დადო. დათუნ შენ ვის უყურებ? რა ვიცი, ხან კომედი შოუს უყურებ ხოლმე ძირითადად. რაღაცას უჭამ ხოლმე სულ იმენა კომედი შოუ, ჰანგრიმენი კომედი შოუ. აი ნიკას ძველ ვიდეოებს უშვები ხოლმე ის ჰაიდენსიკები მევასება ხოლმე აი მეც რო ვიყავი ხოლმე ჰაიდენსიკებს ჩვენს ვიდეოს ან ამდენი ხანია არ გადამიღე ჩვენ ნამდვილი ჰაიდენსიკები უცხოელებს ის უყურებ უცხოელებს ის უყურებთ აი ხო სპიდი უნდა უყურებ სპიდი ეგ ავიზარე კაისენატი ბიჭო აი ზოგი არის ისეთი რომ საყურებელი აი შენახული ვლოგები რა აი რაც იმენა ვიდეოებს რასაც დებს ნუ სტრიმებზე აი ცოტა ხანი შევალ ვუყურებ რასაც ეთებს რაღაცა მაგდენი ხანი ხო აი კაი კონტენტი ყვარასავე კონტენტი ვუყურე ირას მაგრამ ოხტები ძალიან გიჟობს ხოლმე ხან და ნუ ვეღარ кайფობ ხა ცოტა ის გონია ცანცარი მაგრამ ხო მიეჩვია თვალი რა ხო პატარა იყო ალბათ მაგე გავერთობოდი მეც რა მაინტერესებს რაც TikTok-ი შემოვიდა ჩვენ ცხოვრებაში თქვენი აი YouTube-ის მიმართ დამოკიდებული ეს როგორ უყურებდით მანამდე YouTube-ს და ახლა როგორ უყურებთ განსხვავდება იმიტომ რომ მე მაგალითად ჩვეულებრივ სპიდზე ვეღარ უყურებ გრძელ ვიდეოებს 1x2 ან ვაჩქარებ სკიპავ YouTube-ზე მეც 1 და 25 თუ უყურებ ხოლმე საშუალოდ რა იმიტომ რომ რაღაცა შეიცვალა ჩვენ ფსიქოლოგია რომ სწრაფად გინდა რომ ნებისმიერი აი რო სკროლავ რა ამ გამბული გაგ ერთ თუთიან ვიდეოს უკვე ვეღარ ვძლებ ეგრევე შეიძლება ნახევარზე გათიშო ეგრევე და ეგ YouTube-ზე არის მოქმედა და მაგან 10 თუთიან ვიდეოს შეგეცვალა არ ვიცი მე არ შემეცვალა არ დაკვირები ვარ მაგრამ კარგი ვიდეოს თუ აკეთებ არ გეცვლება watch time-ი რა თქმა უნდა ძალიან მაგარია შენ რო ქონია მილიონერი ჩენელი არ ვიცოდი რა რომელზე ამბობ რამდენიმე მილიონი ჩენელი გვაქვს ხო ეგ სხვა მიმართულებაა მაგრამ ეს ანუ ჩემი სახელი და გვარით რაც არის ანუ GD2 ეგ ხო ეგ მილიონი ხდება ჯერ 900,000 უახლოვდება დანარჩენები faceless-ია მე არ ჩანვარ და ანუ ესეთი აი ავტომატიზაცია რაც არის დაახლოებით რა ავტომატიზაციით არ ვაკეთებ მაგრამ ხო ანუ კომერციული დანიშნულება და სუფთა ესე ვთქვათ შემოსავლის ნაწილში, იმიტომ რომ ეგ მაყალდა სულ YouTube-ზე და ეხაც მაყია რომ აი იმხილა opportunity შესაძლებლობა გაქვს და ამ დროს საქართველოში ამდენი ვართ და მეტი ვერ გეყოლება მაყურებელი რა და მაგით თითქოს ცოტა ვიკმაყოფილებ თქო მაგ იმას რომ აი შეგიძლია გაზარდო რა დონეზეც გინდა რა. ხო, საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის და ჩემი არხი ძალიან მიყვარს, იმიტომ რომ ძალიან ბევრ რაღაცასთან ასოცირდება ამ მთელი წლებთან რა ეხლა რა 5-6-7 წელია მე მგონი უკვე მეც. რამდენი მილიონი ნახო გაქვთ თვეში საშუალოდ? თვეში საშუალოდ ეხა ნიკა TMG-ზე ამბობ? რომელ არხს? ოკეი. რამდენი გაქვს საშუალოდ? საშუალოდ 3 ოღონდ არ ვაქტიურობ და მაგრამ ისა მაქვს 5 3 მე მქონდა ხოლმე 3 მილიონი როცა ვაქტიურობდი ხოლმე ანუ აქტიურად მაშინ მახსოვს რომ 3 და 2 3 მქონდა ეს ხო მაგრამ მე მინდა ეხა 800 ვიდეო ხო ვარ ხატაობ მაგრამ ვლოგების არხზე მინდოს მე მგონი 300 გამარჯობა ზუსტად მაგისთვის ვართ მოსულები უბრალოდ თუ შეიძლება წინა მანქანამ რაც შეუკვეთა იგივე გვინდა არ მითხრათ უბრალოდ რა არის შეკვეთაში კი ბატონო იცოცხლეთ იბედნიეროთ იცოცხლეთ სო ნახოთ აღარ გეუბნებია აღარა ო არა ბიჭო თავიდან რა ჭუბი მქონდა იცი რომ ნუ ჩამოთვლი და ეგრევე ხოლმე იქ ფასი არ მითხრათ 28 და 20 აბანა 23 და 4 ფასი არ მითხრათ თუ შეიძლება უბრალოდ გადავიხდი გამარჯობა აი ესეთი კარგი ბიჭები გვიზის უკან გამარჯობა კარგი წინ არ მოგეწონება თორე წავა. მართლა? აუ! მადლობა. კაი, ნახავ რამდენი ჩამოგვეჭა მამეთ, რას მალავთ. დიდად არ მოგეწონება. ეგეთი რა არის? არ ვიცი. 9 ლარი. უეჭველი ყავა. ან დონატი. ან წავაო. ნახოთ რა. უი, კრიპტოზე რას ფიქრობთ? გააკ. არ გიყიდია არაფერი? ვა, და ისე რას ფიქრობთ? არც გინდა. ხო, აი მაგას ფიქრობ რომ არ მინდა. მონეტიზაციიდან გადააგდე ერთი რამდენიმე პროცენტი, იყიდე და დააგდე, აი დამიჯერე. ხო, აი ხარ ვიყიდო.
და ჩამოვიდეს 80,000-ზე. ჩამოვა. შემდეგ აწევაზე 150-ზეავა, 200-ზეავა. თუ გინდა რომ ჩამოწევას დაელოდე მე იყიდე, მაგრამ ყველა ვარიანტი უნდა იყიდო. ეხა all time high-ა და კი არ გირჩევ რომ აი ეხა იყიდო რა, მაგრამ იმასაც ვერ გეტყვი რომ დაიწევს უეჭველი. მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ ანუ თან შეიძლება 150-ზე ეხავე დავიდეს, ხო? მადლობა. მადლობა. ყავა არ ყოფილა. ყავა არ ყოფილა, მაგრამ Onion rings. კი, რანაირად სუნი. სუნზე იგზნა. მოკლედ ეს არის დათუნას ფავორიტი, რაც დარწმუნებული ვარ ძალიან მოეწონება. მოიც რა არის? ხახვის გოლებია. რაც ჩამოთავაზ ზუსტად. ხახვის ვერ ვიტან. არა თეოს ვარ. ან ხახვის ვერ ვიტან. არა. მე რატომ მიყვარს? კარგი, ყველას არც ისე. კარგი, გავაგზავნოთ ამაისკენ? აი, ნიკუშ, ესეთი კითხვა მაქვს. როგორც თქვი ვიდეოში, რომელიღაც ვიდეოში, აგრეს 1 წლის წინ დაახლოებით, პირველ 7 წელიწადში დაახლოებით 45,000 евро გაქვს მონეტიზაციით ჩახუტებული. ნუ დიდი არაფერი ეხა მაგ. არა, 7 წელზე თუ გაყოფ, არაფერი არა, მაგრამ მაინც სად დაიხარჯა, რაში დაიხარჯა ეს ფული და ეხა მაგალითად ეხა რო თავიდან ყოფილიყო ეგ პროცესი, ან თუ ნანობ რამეს სხვა რამეს თუ დახარჯა. ანუ რაღაცები იყო, მაგრამ ეხა ისეთი არაფერი რა. ანუ ესეთი დიდი ხელშესახები არაფერი გიყიდია, იმიტომ რომ ეს ცოტა გამოგქონდა და არა დაგროვები. არ გამოდიოდა ეხა ბოლო წლებში მოიმატა მონეტიზაციამ რომ რაღაცა გამოდის ალბათ. შეიძლება ითქვას ეს დღეს რომ რაღაც გამოდის, ოღონდ ძალიან რაღაც რამოდენიმე მილიონი ნახვაზე და მაშინ ეხა მილიონი ნახვაზე რომ რავი $300 300-იც არ გამოდიოდა. კაი, მოკლედ მე მაქვს ესეთი კვიზი მაქვს მომზადებული თქვენთვის გეიმიკთან დაკავშირებით რა, ხო და გავერთოთ, იმიტომ რომ მეორე ვენდისი, მოდი რატომაც არა. მეორე შანსი მივცეთ. ვენდის ვაძლევთ მეორე შანსს, ეხაც რო ხახვი ბაჯახონ უკვე ჩავთვლი რომ გვებრძვიან. ეხა წვენი უნდა. ეხა დასაყოლებელი მინდა. ამან რო წვენია იყოს, F10-ია წინ მეგობრებო. ოპა. ძელი F10 ნახოთ, აბა გასაიღებს. ხო და რაც შეეხება კვიზს, ეხა შევუკვეთოთ და დავიწყოთ. წესით ყველაფერი უნდა გამოიცნო შენ რა, მაგრამ დათუნას თუ მოგეხმარება? გამარჯობა, დავინახე. გამარჯობა. წინის წინა მანქანამ რაც შეუკვეთა, იგივე მინდა გავამეორო, უბრალოდ არ მითხრათ თუ შეიძლება. გამოსავალი ნაპოვნია. ამ მანქანას ჰქონდა W ბურგერი შეკვეთილი და მინახე და ამიტომ წინის წინამ რა შეუკვეთა თქოდა. ნახოთ აბა, მეორე შანსი. ძალიან მოგრძალებული შეკვეთა იყო. კითხვა პირველი. ძმებო. არა, აქ რო არ დაინახოთ რა. მოკლედ, Minecraft-ი ახსენე და ზუსტად მაგაზე გამახსენდა. Minecraft-ს ეხება კითხვა, ძალიან ბევრი ვიდეო გიდევს Minecraft-ზე და თუ იცი, რაში აქვს გინესის რეკორდი დამყარებული ამ თამაშს? გინესის რეკორდი? კი, სამი სავარაუდო პასუხი. ტრილიონი ნახვა აქვს YouTube-ზე? პირველი პასუხი, Minecraft-ს ყავდა ერთდროულად ყველაზე მეტი მოთამაშე. მეორე, ის გაიყიდა ყველაზე დიდი რაოდენობით. და მესამე, Minecraft-ს აქვს ყველაზე მეტი მოდი. მეორე არ არის, მეორე არის. ნახე ყველაზე ძვირად გაიყიდა. არა, ის გაიყიდა ყველაზე დიდი რაოდენობით. დიდი რაოდენობით. მეორეა? ნიკამ უნდა გამოიცნოს. კი, მეორეა. ყველაზე დიდი რაოდენობით გაყიდული თამაში არის თურმე. იმიტომ რომ ვისაც არ ვიცნობ, ყველა Minecraft-ს თამაშობს და ნუ ბუნებრივი ის არის. კარგი, შემდეგი კითხვა. ჩამოთვლილი თამაშებიდან, რომელ თამაშს არ აქვს Game of the Year-ის პრიზი აღებული? Red Dead, Elden Ring და Overwatch. Overwatch არა აქვს? ანუ Overwatch-ი ის თამაში არ შეეყიდე რომ ხო, Elden Ring აქვს. Red Dead არა აქვს. Red Dead არა აქვს. Red Dead არა აქვს. ხო, არავინ არ იფიქრებს მაგას, რომ Red Dead არა აქვს. არა არის. და მესამე კითხვისთვის მომემზადოთ, გეიმერების გამოცდა მიდის. ბარჩა. მარტო. დავიზარდე. დავთავაზე. ხო, მეც ხა აი თამაშები ისე ხშირად ვერ ვთამაშობ, ხოლმე როგორც ადრე ვიჯექითო თამაშები. ბიჭო, ეგ ალბათ ეხა ბუნებრივი არის რა. შენ სახზე ყველაზე მეტი 5 მილიონიანი ნახვა აქვს. Hello Neighbors ვიდეოს. კი ბატონო. ხო და ზოგადად ძალიან ბევრს თამაშობდი და თუ გახსოვს რა ერქვა პერსონაჟს, რომელთაც თამაშობდი. სამი სავარაუდო პასუხი. ტომი, ნიკი თუ ჯიმი? ჯიმი ერქვა. ნიკი არ ერქვა, ტომი ან ჯიმი ერქვა. არა, ნიკი ყოფილა ნიკია? ამასობაში. მადლობა. აბა. ეგ არის 6 წლის წინანდელი ვიდეო. მაშინ თავიდან. არ მახსოვს. ხო, 6 წლის წინანდელ ვიდეოში ჩემი სახელი შეიძლება ვერ გავიხსენო. ამიტომ არაა გასაკვირი. თანხა იყო არასაკმარისი. კარგი. მეორე შეკვეთა. ბიტკოინი აქ ნაკი. ნახე როგორ დამცინიან, მეგობრებო, კრიპტომოყვარულებო დამასაფორტით. ესენი ეხა იცინიან და მე მერე გავიცინებ, ეგ არის სხვა განსხვავება. კარგი, ვაუ, ესე იგი, ბურგერი, მეგობრებო. ერთი. ვაა, მეორეც. აბა, მე გითხოვთ ერთი ბურგერი ჭამე. გასინჯეთ. ორი ბურგერი იყო. ბატონო, გახსენი აბა, და თუ ყველი და ხახვი არ არის ერთი. ანა მოალაგე, დაშალე. თუ არა და თუ თქვენ ვერა, მე მეგულება ერთი. გოდიში ძმა. არა.
ეს გაიმაზა. ვერაფერი ვერ ჭამა დათუნამ. ამა ისიცა. კარგი, შემდეგი კითხვა. ეს არ გადმოვარდეს. მოიძ გავხსნა. რა აქვს საერთო Xbox, Minecraft-ს და Call of Duty-ს? პირველი, სამივეს ერთ ცათამბჯენსში აქვს სათავო ოფისი. მეორე, სამივე ერთი და იგივე წელს დაარსდა და მესამე, სამივეს ერთი და იგივე კომპანია ფლობს. Xbox-ი, Minecraft-ი და Call of Duty. Call of Duty ესე არის. ფიქრები. Microsoft-ის არ არის Call of Duty. თუ არის? არის. არის? ხო, მაშინ სამივე ერთი კომპანია. ერთი კომპანია ფლობს, Microsoft-ის არის, თუმცა სამივე. ხო, Microsoft-მა Minecraft იყიდა 2.5 მილიარდად. შემდეგი და ბოლო კითხვა. ეს ეხა ამას უნდა უპასუხოს დათუნამ. ყველაზე სწრაფად რომელმა თამაშმა მიაღწია 1 მილიარდიან შემოსავალს გაყიდვებიდან? 1 მილიარდიან შემოსავალს PUBG-ს. Fortnite, GTA 5 თუ Tetris-ი? Fortnite გახსოვს თავიდან როგორ დაიწყო? და მეორე თამაში იყო? GTA, იმიტომ რომ რა თვითონ ისიც ფული ღირს თამაშიც. კაი ფასი ღირს. სწორია? ან სწორია. გიორგი ამაზობაში. და დარწმუნებული ვარ GTA 6 რო გამოვა, მე დავდებდი ფსონს რომ 24 საათში მიაღწევს მილიარდს. შოუბრად. ეხა ხალხი აღარ ყიდულ, აი ზოგი რო არის რა, ფულს რო აგროვებდა ეხა GTA-ისთვის. ეხა ხალხი აღარ ეხა პრეფურჩისი რო გააძრონ რა პირდაპირ. ღირს GTA? $70 ეღირებაო. ხო, მაგრამ ნახე, ერთადერთი GTA რო გამოუცულიყო. ვიცით რომ გამოდის მარტო PlayStation-ზე ეხა რა. GTA რო გამოვიდეს PlayStation-ზეც და PC-ზეც 24 საათში მილიარდ ნახევარ შეიძლება აყროს. მაგრამ არა, მან შეიძლება თან დაკარგონ ბევრი, იმიტომ რომ დაკარგავენ PC-ზე უეჭველი. მართლა? მაგიტო არ შეები პირველი PC-ზე? 2-3 წელი ალბათ მარტო PS-ზე იქნება. აუ რა ცუდი არა და როგორ მინდა უეჭველი დაკარგავენ. გამოდის თუ არა, საიტი არის, კაროშე, crack timer-ი ქვია თუ რაღაცა რა. ეგრევე მაგაზე იწყებენ ხო მუშაობას? გამოსვლიდან რამდენ ხანში დაკარგავენ, ტაიმერი უყენიათ. მართლა? ახთი. მოუახლოვდით ბაზარი ორბელიანს, სადაც ჩვენი ამაის პირველი ობიექტი არის გახსნილი. მე კამერას ავიღებ და გადავირბენ, ისე ნიკა თუ გამომყვება ან თეო კარგი იქნება, იმიტომ რომ მარტო ვერ წამოვიღებ და გავაგრძელებთ აქ მირთვევას. ჩვენი გემოვნებით ამჯერად ესეც ასე პირველად უკვე თავცხვისი გემოვნებით ის ფარგლებში მანქანა გადმოსული ხალხი. შემოვედით ბაზარი ორბელიანზე და აი პირდაპირ გამოჩნდა ჩვენი ამაი, რომელიც ობიექტურად რომ ვთქვათ, ყველაზე ლამაზი სტენდია ბაზარი ორბელიანზე. ბაზარი ორბელიანი და ნიკა დამეთანხმებიან იმედი. ესეც ჩვენი ამაი და ეხა გავაკეთოთ პატარა შეკვეთა. გამარჯობა, როგორ ახართ? აი რაღაცი შეკვეთა გვინდა თუ შეიძლება? აი გიო გამიქცა და მყვა მარტო და მგონი მე მიწევს შეკვეთა. მოდი ორი იყოს. სიგნალიზაცია ჩაერთოთ იმათ. ვის? გასაღები გამოვყავდა თეოს და დათუნას სიგნალიზაცია ჩაერთო. მე უთხარი შოკოლადი კარამელით. ორი. ეგ დათუნას და შენ? ხო. მაშინ სამი. მეც ეგ მინდა. და ერთი ფისტა. მასალები? დასალევი ცივი ყავა? მინდა? ეგ არის ჩვენი გემოვნებით შეკვეთილია და გავიქეს თანხანაში. დავბრუნდით მეგობრებო, ამაით ხელებში, მაგრამ ამაის განსხვავებული ისა აქვს, რომ თან ვერ ატარებ და თან ვერ შეჭამ. ამიტომ მე მგონი პირდაპირ დავაგემოვნოთ. ესე იგი ნიკუშა და დათუნა გასინჯავენ შოკოლადს. ცირსკოვასუნი აქვს. მე ჩაგიტარეთ ხა პატარა ტუტორიალს თქვენ, ნახე? შოკოლადი არის მხოლოდ ესეთი განსხვავებული რა. კარამელი ესე უნდა ამოვიღოთ. ეს გადმოისხმება. ბოლო წვეთებსაც გამოვიყენებთ. ეგ არის რა. მე ვიღებთ ჯანგალს, შუაში ამას, ქვეშ აქ ასევე კარამელი. ამიტომ მე სულ ესე ვიწყებ ხოლმე შუიდან ჭამას რა და ვაგემოვნებთ. აუ ამას ხალკე მოღამია, გამოსმოგე. შოკოლადთან მაინტერესებს როგორ წამოიღებს გემოს. მეც. არა დამაჯერებელი არგუმენტი იყო, ხო? არც იცი. აბა დათუნა როგორ მოგეწონება? პამიდორი არა აქვს? ყველი არა. ყველი არა აქვს და ხავხი არა აქვს. მეგობრებო, ვინმეს თუ არ დაგიგემოვნებიათ, შეგიძლიათ ბაზარი ორბელიანზე ესტუმროთ. მაზღარზე არ უნდა გასინჯოთ, მეგობრებო. ოდნა უნდა დაიტოვოთ ადგილი, რომ აი ცოტა ქშიოდეთ, გემოღამებოდეთ და დამჯერე ვერ მოშორდებით რა. დათუნა, აზრი გვაინტერესებს შენი. დასახვეწია რამე თუ წავა? წავა კი არა, სასწაულია იმენ. საბა რატო დავჩაგრეთ დღეს დავაშავ. საბიას როგორ ხარ, ძმა? მოკითხვები, საბა. ხო და აი ზუსტად მაგაზე უნდა დამესვა შემდეგი კითხვა ნიკასთვის და ბარემ ვახსენეთ საბაც და ფლად ეხა ნიკის სკვადი თუ NK სკვადი არ გაიკეთებიათ, მაგრამ ისა და არა იყო და ძმები. კალიშავების სკვადი გვაქვს ხო. რა. ძმები შემოიყვარა YouTube-ზე. როგორ დაიწყო ეგ ამბავი ნიკა შენი
ესე ვთქვათ, შენ უთხარი ბიჭებს რომ აი მოდით რაღაც თუ თვითონ ემუღამათ თუ როგორნაირად. საბას რაღაც პონჩი თვითონ ემუღამათ, თან მეც რაღაცა ვაწვევდი რომ მეთქი მოდი დაიწყე და რაღაც. და დათუნასთვის არც მიკითხა. აღარ გინდა? კამერა ჩართული იყო? ხო, სიცილით დავსვი ერთი დღე ის რაღაც ის თამაში ვითამაშეთ Happy Wheels. მახსოვს ეგ ვიდეოები, ძალიან საყვარელი იყო მაშინ დათუნა. აი ხარო ჩართო ვიდეო, აი ისე ხითხითებდა ხოლმე, ხო. და საბასაც ხო არხი ესე ვთქვათ თავისი, ნუ დათუნას რა ქვიც? საბას ყავს ახლა 120.000. მართლა? არ გახსოვს მაო ჩვენ დროს 100.000 რა იყო? 100.000 იყო. მაგას ვეკითხებოდი. ეხლა რამდენი ნახვა გაქვს მე ვიდეოზე და საშუალოდ 100. დათუნა ავიყვანე 20.000 გამომწერზე ვიდეო არედო ის. ვიდეო არედო დათუნას 20.000 გამოწერდა და 23.000-ზე ვიყავი და თავიდან რა მე ჯანდაბას დავდებო? არხი ხო იყო private-ზე რა და public-ზე გავუშვით თუ არა. Короче, სადღაც 3 წუთში, 2 წუთში 3.000 გამომწერზე ავედი ეკრანი. რა იყო? სამე ლაივი იყო და იქ მასკენი? მე ვიყავი, ჩეტკოდი ყავდა. აა, ეგ არის ეგ. დათუნა, შენთვის რა შეიცვალა პოპულარობის შემდეგ? ანუ სკოლაში სანამ რო წახვედი, ჩათვალე უკვე კარგად ცნობილი იყო. სკოლაში რო წახვედი უკვე YouTube-ით ცნობილი ყავი? კი, აი სკოლა სანამ დაიწყებოდა რა, აი მე რო 6 წლის გავხდი, სკოლა უნდა დაწყებულიყო რა და სკოლის დასაწყების საჩუქარი გაკეთა შენ მაძმა. და აი პირველი მაგ წელს გადავიღეთ პირველი ვიდეო, აი ნიკას რო ვეჯექ კალთაში ის Happy Wheels თუ რა თამაში იყო? Happy Wheels-ის მე 1000 რაღაც გადავიღეთ, კარში. ხო და რა, ანუ მოგწონს ეგეთი თემა, ანუ მაგალითად ხო არ ქონია პრობლემები, გულისხმობ რომ აი ნეტა პოპულარული არ ვიყო ჩაულებრო და ეგეთი რაღაცა ქონია? ანუ კარგად არის ყველაფერი ასე თუ ისე. ყველაფერი მომენტებში. ყველაფერი მე მგონია რომ აი მეც ქონია რაღაც მომენტებში, იმიტომ რომ ხანდახან არის რომ ოდნავ იღლებივით თუ რაღაცა, მაგრამ მე ხვდები რომ ეგ არის უდიდესი, ესე ვთქვათ, საჩუქარი შენ რაც გაქვს ეს ხალხის სიყვარული თუ როგორ რაღაცნა არის, მაგრამ აი ხო ეს საკეთებ კიდე ადვილია რა. კრიზისი გეჩიტება. ხო, მე ჯერ გიხარია გისწორდება. მე გიჭირს რომ ყველგან გწნობენ უკვე. მაგრამ მე აბალანსებ და ცოტა შენ თავს იცნობ მაგ პოზიციით დავპლუს. მაგრამ მაგას რო ფიქრობ, აი ნეტა იუთუბერი არ ყოფილიყავიო, იმაზეც გეფიქრება მე აი იუთუბერი თუ არა რა იქნება. ხო, ეგ არის ბაზარი არა. შეგახსენეთ მეგობრებო, რომ გამოიწეროთ ჩვენი არხები, ამდენი დრო გავიდა პირველი YouTube ვიდეოა, სადაც ეგ არ გვითქვამს. ამიტომ შეგიძლიათ შეხვიდეთ, გამოიწეროთ გიორგი დანელიას არხი, გამოიწეროთ ნიკუშა ყალიჩავას არხი, გამოიწეროთ დათუნა ყალიჩავას არხი, გამოიწეროთ ნიკა TMG, ბარემი ქვე ჯიდის სკვადი გამოიწეროთ, ჯიდიტექი გამოიწეროთ და ავიცი, ამოიწერეთ. რამდენი გამომწერი გყავს ახლა მანქანაში? მანქანაში დაახლოებით მილიონამდე ვარ. რამდენი ხარ შენ? 455, მეორე არხის დავამატო. ხო, არა. 228, არის მეორე. 600, დათუნას 650, 750, ჩემი 300 მილიონზე მეტი ვარ. მილიონზე 1250-ის დაამატეთ იქვე, მართალია ვიდეოებს არ დევს კირას დაბადების დღის გარდა, მაგრამ მაინც შევიაროთ მაგდონალდში, სანამ დავამთავრებ. დათუნას არაფერი არ შეხვედრია, წამოიხა შეუარი. და თუ არ მოგვეწონება, ეგრევე მოვკრუვოთ. გამარჯობა. წინის წინა მანქანამ რაც შეუკვეთა, იგივე გვინდა. მადლობა. ამერიკანულ ხდება. არ ვაცადე. გადავიხდიდი ახლა, არ ვიცი რა არის. გუზელიო. მაგრამ დათუნას აშკარად დღეს მშიერი დარჩენა უწერია. მეგობრებო, მოვიდა სქვისი შეკვეთა. მადლობა. ამას ვინჭამს არ ვიცი. აი ეს მეკას ალბათ ჩამნაყე. დაიჭირე წამის გამოვართვა. ახლა მადლობა. ეს ნახოთ რა არის. ორი გვეზელი. დესერტია, მადლობა მაგდონალდსო, მაგრამ დესერტი უკვე ისეთ გემრიელი გიახელეთ. აქეთ უნდა გადამიხადოთ, ეხლა ეს რო შევჭამო, მაგრამ ბიჭო, თუ გაგიწორდებათ, ალბომის. მე უკვე ვსიო. ხო, სპონსორებზე რა ხდება? თუ ყავს ეხლა სპონსორები და მეც ვიტყვი ჩემს სიახლეებს, იმიტომ რომ არ მილაპარაკია ხალხთან მაგასთან. მყავს ერთი სპონსორი, მეტი ჯერჯერობით სიახლე. რომელი რა სპონსორი არის? შეგიძლია ვახსენოთ. მართლა? მინერალი ქვია წყალს. მეც არ მყავს სპონსორი. შეგახსენეთ. შენ არ ყავს? ვეას დათქვი. არა, ეხლა აღარ მყავს სპონსორი. ევროპაბეთთან დავასრულეთ თანამშრომლობა. ეხა TBC კაპიტალი ყავს სპონსორად, რომელთანაც კონკრეტულ ფორმატს ვიღებთ კაპიტალს რა, რო გითხარი. ეგ არის და ეგ ჯერჯერობით, ხო, ესე გზელვადიანი სპონსორი და რაღაცა. ამ ეტაპზე არ ყავს, მაგრამ ეგ არაფერი. თავარია ჩვენ საქმე მაგათაც კარგად და სპონსორები სულ იქნებიან. და თეგეტა არის ეხა ამ ვიდეოში სპონსორი, მაგრამ ეს არის ეჯირადი არა გზელვადიანი. მე გზელვადიანს გულისხმობდი რა, ესე ვთქვათ რა. ნუ ერთჯერადები ხშირად არის ხოლმე. მაგრამ იუთუბერის ყოველთვის ურჩევნია სტაბილური კი, იმიტომ რომ მე მგონი კომპანიასაც ურჩევნია რა, ხო ხდები რაღაცა მიზანი რო გაქვს.
რამდენიმე იმით ბევრად უფრო ახერხებ, ვიდრე ერთჯერად ახსენე გაქრი. რაც უფრო სტაბილურია და ხშირად ჩანს, უფრო შედეგი გაქვს შენს გირჩევნია რომ შედეგი აჩვენო. ვიდრე იმ ერთი ვიდეოთი რაღაცა სასწაული შედეგი. ზუსტად ეგ არის ხო, რომ ორივე მხარეს ურჩევნია წესით რა, მაგრამ საქართველოში YouTube-ზე რეკლამის გატანას მარკეტერებს და კომპანიებს რატომღაც Instagram-ზე შაბლონური ვიდეო შეკვეთა ურჩევნიათ რა და რატო? გამარჯობა. ნიკა რომელი TMG? დათუნა თუ აპირებ ვიდეოების გაგრძელებას, დადებას, უფრო სწორად. ეხლა აქტიურად ხო არ დება? აქტიურად არა, მაგრამ რამდენ ხანში ერთხელ დახვა საშუალოდ? აი ხა აღარ დავუდია ვაფშე აქტიურად. მე იდეაში მე ვაკეთებ მაგ ყველაფერს რა გადაღება, მონტაჟი რა. ანუ პროდიუსერი ხარ, აი Britney Spears რომ მამა ყავს პროდიუსერი და ფულს რო არ აძლევს და ნაშება ხოლმე დაჭერილი რო ყავს ეგრე ხარ? Britney Spears-ი იყოს კიდე ეგ არის. ისა ნიკუშას უნდა გაგება აჩქარების ამ მანქანის ხმა შავთოდ Unbright-ზე გადავრთავ. გესმის ხმა? ხო გესმის. ცოტა. კაი, 3 2 1. ვაუ! ხმიკ. ყველა მანქანა გადადის ადამიანი. ჯიგარი დო. გაგვაჩერის. ანუ ის იმას აქნა, ტიპი გადმოდიოდა. შევნერდით. ერთიც ჩავადგათ აქ და ავუხვიოთ გვერდიდან. არ მინდა მე. არ მინდა. კაი, მზად ვართ? არა. წავედით. არა. 3 2 1. დავდეიცვიდი 100. ჩაო. 100-მდე თუ რაღაც ეგრე ავიდა. 100-მდე ავიდა. სამომავლო გეგმები მითხარით ახლა ორივემ. რას აპირებთ YouTube-ზე, ცხოვრებაში, ცოლი როდის მოგყავთ, ახალი მანქანა როდის მოგყავთ სახში და ასე შემდეგ და დავემშვიდობოთ ჩვენს მაყურებელს მერე. YouTube-ზე შედარებით გააქტიურებას ვაპირებთ ბოლო პერიოდში ხა ჩემს დავითხარ ანუ. დათუნასთანაც ვიდეოები ვეღაც ვერ ვახერხებდი რომ დაგვემონტაჟებინა გადაგვიყო და რაღაცები და ხა ცოტა დავალაგეთ დავგეგმეთ. მე როგორც ვიცი production გუნდი მოიხოდა შენკენ რაღაცები და დათუნას არხი გააქტიურდება კარგად, ჩემი ორივე არხი და აი მესამე ძმასთან დავარკვევ კიდე. მესამე ძმასთან ცოტა ბრძოლები გვაქვს, მუშაობთ რაღაცა. მაგრამ მესმის ეგ ამბავი ჩვენც გვაქვს ხოლმე ეგ ოჯახში დაწმებთან რა რაღაცა ვიდეო. ბრძვის მთელი მოტივაციაზე. აბა მოდი მოვიხოდოთ მოდი. აი ეგრე ვარ მე, ხი მოვიხოდოთ, გადავიღოთ საბაატიში რაღაც. მაგრამ არ ვიცი, ზუსტად არ მახსოვს რამდენი კოლაბორაცია გქონია ჩვენ ერთმანეთთან ერთმანეთის ვიდეოში. მე შენთან დიდად არა, მაგრამ შენ ჩემთან ხარ ალბათ 3-4 ვიდეოში მინიმუმ ნამყოფი. ცოტა. მეტი? 5. არც შენი, არც ჩემი. მინიმუმ. ძალიან ბევრჯერ ყოფილა ნიკა ჩვენთან ვიდეოში, მე პაუზა ქონდა ცოტა, მაგრამ ეხა ისევ და მადლობა ნიკას ამისთვის. დათუნასაც მადლობა რომ მოვიდა. დათუნა უკვე არ არის პატარა ბიჭი, რომელსაც ესე ვთქვათ ნიკას მიწერდა, ნიკას გამოყვება, ამიტომ ბოდიში მინდა მოვხადო ეხა და აწი მიწერ დათუნას ცალკე, იმიტომ რომ არ ვიცოდი ამ ხელა რო იყო რა გავხდა. დათუნა წარმატებები შენს არხზე. რამდენი ყავს ეხა 100? ეხა 120,000. საბიას მალე გაუსწრებ და აუცილებლად გაუსწრო. მილიონიანი ბევრი ვიდეო აქვს თან უკვე. მართლა? ხო და ეგ არის რა, მაგარია რომ გიფასდება მიაწექი. ეგრე გაგრძელოთ. ჩვენც მაგას ვიზამთ, იმედი მაქვს, იმიტომ რომ ეხა ჩვენც როგორც გითხარი, გადავდივართ რაღაცა ცალკე, გვინდა რაღაცა YouTube ვიდეოს მოუმატოთ, ქართულსაც, არაქართულსაც, რაღაცებს ვაკეთებთ და მე არაფერი არ მეშველება, მაგრამ თქვენ გეშველებთ. თევსაც ეშველება, როდესაც კომპანიას ისე ააწყობს, რომ თავისი ჩართულობა უფრო ნაკლები იქნება საჭირო. YouTube-ს მიხედავს ალბათ მეტი რა ჩემზე. ჩემი დაწყებული არც იყო გიორგიმ დამაწყებინა. ანუ როგორც ჩვენ დათუნას ეხმარები, ეგრე უნდა ვქნა მეც თეოზე, მაგრამ ძალიან ვდებდი ამ ვიდეოებს. და ბოლოს მობეზდა გიორგის და მაგით ვაიხე. მოკლედ, მადლობა ბიჭებო, იმისთვის რომ მოხვედით და ჩავარტყით. თქვენ მეგობრებო, შეგახსენებთ რომ გამოიწეროთ ჩვენი არხები, გამოუშვით კომენტარები. უღრმესი მადლობა რომ უყურებთ ჩვენს ვიდეოს. ასევე ველოდებით მე და თეო ვერსიებს, ვის ფიქრობთ, ვინ გსურთ რომ დავაპატიჟოთ შემდეგ ეპიზოდში. როგორც უკვე გითხარით, ხშირად ვაპირებთ უფრო მსგავს ეპიზოდის გაკეთებას, უფრო რაღაცა პოდკასტებით თემა არის რა, სხედვართ, კი ვჭამთ ცოტას, მაგრამ დავსაუბროთ რაღაცა ინტერესულ თემებზე და გელოდებით კომენტარებში. არ დაგავიწყეთ, გამოიწეროთ არხი, ზარის ღილაკი და შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. Bye.